კარგი, ყურანი არის უფრო ახალგაზრდა ბიბლიაზე 600 წლით, ხო? კი, ექსტორია. და ახალი აღთქმა უფრო ახალგაზრდა ვიდრე ძველი აღთქმა, ხო? კი, მაგრამ უფრო ძველია ვიდრე ყურანი. მაიცა? კარგი, მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ ახალი აღთქმა? იმიტომ რომ ის არის დაწერილი, არის დაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. ყურანი სადაფუძნებული ღმერთის სიტყვაზე. მე ვიძახი, რომ ყურანი არის საერთო სხვანაირი რწმენის სისტემა. არა, ახალი აღთქმა საერთო სხვანაირი სისტემა. ყურანი და თორა ძველი აღთქმა ახლოსაა. ახალი აღთქმა არის როგორც წარმართული ბერძნული ზევსი. გინდა დაგიმტკიცო. მიდი და მიმტკიცე. ებრაელთა მიმართ წერია. სისხლის გათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება. სად არის ეს თორაში? არ ვიცი, არ წამეკითხავს თორა, არ არსებობს თორაში, მაგრამ შეხო თქვი, რომ ესმანის უნდა ემსგავსოს. თორაში წერია თუ დალევ სისხლს, რომ სიცოცხლეა ეს და ხალხი უნდა გაგაგდოს. ახალ აღთქმაში კი იესო იძახის დალია ჩემი სისხლი და ჭამი ჩემი ხორცი. შეხო ყოველ კვირას დავდიხარ ეკლესიაში. ყურანი ეშმაკის სიტყვაა. შენ ყველა მუსლიმი. მე იყო დაიგრუზე. მიდი დაიგრუზე.